ალბათ თქვენცა გაქვთ სახში წიგნები, გინდა რომ წაიკითხო, მაგრამ აი ხელი ვერ მიმიწვდაო ვიტყვით ხოლმე, ისე დაკავებული რომ მინდა ესაც წავიკითხო, ესაც, მაგრამ ხელი ვერ მიმიწვდა კაცო აქამდე. რომ ავიღო და წავიკითხო. მეც ასე მიიწვია ერთმანეთის გვერდით საუკეთესო წიგნები და ხელი არ მიწვდება იმას. დაარბია რაკათიკით, ხალხს ავხდები, სემინარები, რაღაცები და ეს წიგნები კი ჩემს სულში არ გადმოდის. მე ვთქვი კაცო, მოდი ახლა წავიკითხო მაგ წიგნებს. კი ვწევ რას, მაგრამ ასე ხო შემიძლია წიგნები დავიჭერო. და დავიწყე ამ წიგნების კითხვა. ისინი ვარ წამეკითხა იმ 4-5 თვის განმავლობაში მე დღეს არ ვევარგებოდი თქვენთვის. არ მექნებოდა გამოცდილება, სიბრდე, ნასწავლულობა არ მეყოფოდა და უფლებაც არ მექნებოდა რომ ახლა ასე ვიდგე და რაღაცა ბოდიში ვთხოვ დამერგებლურად ვილაპარაკო. ხო? იმ წიგნებმა გარდამქმნეს. გამზარდეს. აი სხვა სული ჩამიდგეს. თვითონ და გადმომატრიალეს ასე და ბოლოს ეხლა რა უთხრა ავადმყოფობას. დავემდურო თუ მადლობა უთხრა რომ მომადგა ასე. და ეს სიკეთე კი ის სემინარები ჩამეშალა, ის რაღაცები ჩამეშალა. ვეღარ სამუშაოზე მივდივარ, მაგრამ წიგნები ხო წავიკითხე. ამოვწერე ასე წევარ და ვიწერ რაღაცებს ფანქრით და სხვა და თან ვიხსენებ, თან ვიმეორებ და შემოდის ეს ღვარად ეს ცინცხალი ახალი აზრები სულიერი წიგნებისა და მე სხვანაირად ხდები. მიხარია რომ ლოგიში წევარ უკვე და ასე გაშეშებული ვარ.